დღეს ვაკეთებთ ხორცისგან კატლეტს და ყვავილოვანი კომპოსტოსგან პიურეს. მაგრამ კატლეტი არ იქნება ნანიკო ჩვეულებრივი. გულსართი იქნება ხილის, ჩირისა და ნიგვზისგან მომზადებული. გაგეშინჯა ასაკეთი? არა. ძალიან მაინტერესებს. ჩირს დავასხათ მდუღარე წყალი. გავაჩეროთ 5 წუთი. ხახვი და ნიორი წვრილად დავკეპოთ ან დავაბლენდეროთ. ხახვის და ნივრის ფაფა გადავიტანოთ და დავუმატოთ 1 კვერცხი. დავამატოთ სუნელები, დავამატოთ მარილი, შავი პირპილი და ბრინჯის ფქვილი. აუცილებლად დაამატეთ 50 მl ცივი წყალი. ჩირი დავჭრათ წვრილად, ნიგოსთან ერთად. დამუშავების შემდეგ ხორცი 20 წუთით მოვათავსოთ მაცივარში. გამოვიღეთ მაცივრიდან ფარში და ვიწყებთ ფორმირებას. მოვათავსოთ ხაერგულოვში. გზეში მოვხარშოთ ყვავილოვანი კომპოსტო. დავუმატეთ კარაქი, მარილი და თეთრი პილპილი. აი მზად არის ადილი. გავსინჯოთ არა? გავსინჯოთ. ნუ რა. გემრიელი სუნია. სუპერ.